მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ვაგრძელებთ გადაცემათა ციკლს დიდი მარხვა. ჩვენ უკვე მეოთხეჯერ ხვდებით ერთმანეთს. წინა კვირის საკითხები თქვენ გახსოვთ, ეხსნებოდა ზაქეს კვირას, მეზვერისა და ფარისევლის კვირას, უძღებიშვილის კვირას. ამ კვირის ქვია წმინდა ეკლესიის მიერ საშინელის სამჯავროს კვირა. თვითონ ეს კვირა თავისი განსაკუთრებული მნიშვნელობით დაწესებულია აი ამ კვირების მომდევნო კვირად, იმიტომ რომ მას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა დიდ მარხვის მოსამზადებელ პერიოდში. საერთოდ წმინდა მამები საშინელის სამჯავროს მოხსენიებას ასკეტი მამები ანიჭებდნენ ძალიან დიდ მნიშვნელობას. ისე როგორც სიკვდილზე ფიქრი, ისე როგორც ესე იგი ჯოჯოხეთზე ფიქრი, ეს ყველაფერი შესაძლებელი ერთმანეთში საშინელის სამჯავროს მოხსენიებასთან და მოგონებასთან. რაც რა თქმა უნდა იწვევს შესაბამის განცდას, გრძნობას, შესაბამის ემოციებს ადამიანში, ცოცხალ ადამიანში, გრძნობიარე ადამიანში, გონიერ ადამიანში, რომელსაც ესე იგი შეიძლება მოყვეს შემდგომ დადებითი ან თუ ის უიმედოდ იქნა გააზრებული სასწორკვეთითი ესე იგი ემოციები. ამიტომ მისი კარგი გააზრება, ისე როგორც ყველა ესე იგი საღვთო ჭეშმარიტებების გააზრება არის აუცილებელი ყველა ქრისტიანისათვის, მაგრამ დიდ მარხვის მოსამზადებელ პერიოდში მას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა და ჩვენ შესაძლებელი გვარად ვეცდებით განმარტოთ მისი მნიშვნელობა და ამ კვირის საშინელის სამჯავროს კვირის საკითხავის შინაარსისა და მნიშვნელობაც. აი როგორ იწყება ეს საკითხავი წმინდა სახარებიდან, რომელიც მოცემულია მათეს სახარების 25 თავის 31 მუხრიდან. ხოლო რაჟანს მოვიდეთ ზეკაცისაი დიდებითა თვისითა და ყოველნი ანგელოზნი მისთი მისთანა მაშინ დაჯდეს საყდათა დიდებისათვისისათა და შეკვრე წინაშე მისა ყოველნი ნათესავი და განარჩინეს იგნი ურთიერთად ვითარცა იგი წყესმარაი განარჩინეს ცხოვანი თიკანთაგან. ეს სახარება გვეუბნება რომ რაჟანს მოვიდეს მაცხოვარი უკვე ძე კაცისაი დიდებითა თვისითა ძე კაცისაც იცით თქვენ წმინდა წერილი უწოდებს მაცხოვარს უფალ ჩვენ იესო ქრისტეს და ამბობს რომ როცა მოვა ის თავისი დიდებით ყოველი ანგელოზი მისთანა და დაჯდეს საყდართა დიდებისათვისისათა. ესე იგი როგორც იცით სწავლება უფლის მეორედ მოსვლის შესახებ აღწერილია ოთხივე მახარებელთან, აღწერილია მოციქულების ეპისტოლეებში, აღწერილია ყველაზე ერთ-ერთ განსაკუთრებულ წიგნში წმინდა წერილისა აპოკალიფსში, იოანეს გამოცხადებაში, სადაც ესე იგი ის დეტალურად აღწერილი თუ როგორ იქნება მეორედ მოსვლა უფლის. რა თქმა უნდა, როცა მეორედ მოსვლაზე ვსაუბრობთ, ძალაუნებურად ვიგონებთ პირველ მოსვლას უფლისას. და წმინდა მამები ასე განმარტავენ, რომ პირველად მოსვლა უფლის იყო მონის ხატით შემოსილი. აქ იგულისხმება არა როგორც მონა ადამიანი ესე დამონებული ადამიანი, არამედ მონა იგულისხმება ადამიანის ბუნებით შემოსილი მოვიდა მაცხოვარი. რა თქმა უნდა, დამცირებული, მისთვის შეიძლება ითქვას ერთგვარ და შეუფერებელი, შეუსაბამო დიდებისთვის, მისთვის დიდებისთვის შეუსაბამო ხატით ბუნებით მოვიდა, ესე იგი პირველად უფალი. რა თქმა უნდა, რატო იყო შეუსაბამო და შეიძლება ითქვას გასაკვირი და რამდენად გასაოცარია განკაცების საიდუმლო, ამიტომ ადამიანური ბუნება არის თავისებურად ბევრი უძლურების, სისუსტის მატარებელი. რა თქმა უნდა, მაცხოვარში ცოდვა და ცოდვისაგან მიტრეგილება არ იყო, მაგრამ ის ცოდვის კვალი, რაც ადამიანის ბუნებას შემატა ცოდვამ, სისუსტისა და უძლურების სახით, ამის მატარებელი იყო ის ბუნებაც, რომელიც მაცხოვარმა შეიმოსა და მიიღო თავის ღვთაებრივ პირში. ამიტომაც მას როგორც ჩვენ ვიცით, ჭირდებოდა საჭმელი, წყუროდა, ჭირდებოდა დასვენება, იღლებოდა, შეიძლება მას ქონოდა შიშის განცდას, რამე თუ ეს ყველაფერი დამახასიათებელი არის ადამიანური ბუნებისათვის. მაგრამ მეორედ მოსვლა კი იქნება მისი დიდებით, ის მთელი ღვთაებრივი დიდებით. როგორც წერია, რომ
მამამ მთელი სამჯავრო გადაცა ძეს და არათუ მამა იქნება გამჯელი ყველას, არამედ ძე იქნება, ძე ღვთისა იქნება გამჯელი ყველა ადამიანის ბედის. ამიტომაც ანგელოსთანა ის მთელი თავისი დიდებით, როგორც წმინდა მამები აღწერენ, გამოჩნდება მანამდე ჯვარი, გამოჩნდება მისი მთელი დიდებულება, იქნება ანგელოსთა საყვირების გუგუნი და ყველა ადამიანი, ვინც იცნობს ქრისტეს, ან არ იცნობს ქრისტეს, ვინც ესე იგი გაუგია მასზე რაიმე ან არ გაუგია, ყველა ადამიანი მიხვდება, რომ ეს არის უფალი, შემოქმედი ცისა და ქვეყანის. ეს არის ყოვლისმხრივი შემოქმედი ყველა არსების. ამიტომაც მის გამოჩენას, მის ნათელს, მის ნათთაებრივ სხივს ახდეს იქნება ის ცოდნაც, რომ ყველა ადამიანმა შეიცნოს ის, სადაც არ უნდა იყოს ადამიანი იმ დროს. რა თქმა უნდა, თქვენ იცით, რომ ადამიანები, რომლებიც მაშინ ცოცხლები იქნებიან, შეიცვლება მათი ყოფის ფორმა, ხოლო მკვდრები აღდგებიან. და ყველანი ესე იგი ყველანი განემზადებიან ამ სამჯაროსათვის. და ყველანი მოემზადებიან, ყველანი ესე იგი იქნებიან განწესებული უფლის წინაშე იმ ჯავრისათვის, რომ საბოლოოდ გაიყოს კეთილი და ბოროტი, საბოლოოდ ესე იგი მიეგოს ყველას მისაგებელი, როგორც ადამიანებს, ანგელოზებს და ეშმაკებს და მის დასს. ამიტომაც აი ამის მოგონება, ეს რეალობა, რა თქმა უნდა, დაფუძნებულია სახარებულ სეულ ქრისტიანულ რწმენაზე, რომლის გარეშეც ამის მიღება არც ერთ ადამიანს არ შეუძლია. რა თქმა უნდა, როდესაც ამ თემაზე ჩვენ საუბრობთ, არა მარტო ჩვენ რწმუნებრევლისათვის არის ეს გაკუთვნილი ჩვენი საუბარი ამ თემაზე, არამედ გაკუთვნილია ყველა იმ ადამიანისათვის, ვინც ჩვენ გვისმენს, ვინც ჯერ კიდევ ეჭვშია თუ ეძიებს და არ არის დარწმუნებული იმაში, თუ რამდენად რეალურია ეს. რამე თუ ადამიანს არ წამს აღდგომისა, მას არ შეიძლება ეწოდოს ქრისტიანი და არ არის სრულყოფილი ასეთი რწმენა ადამიანის ქრისტიანული სარწმუნოებისადმი. რამე თუ ყველა საკითხი, ყველა სწავლება, რომელიც ქრისტიანული და წმინდა ეკლესია განმოცემს, ქრისტიანული მოძღვრება და წმინდა ეკლესია განმოცემს, უნდა იყოს მიღებული ადამიანების, მოწმუნე ადამიანის მიერ. დოგმატები ეს არის სწავლებები, რომლებიც საღვთო გამოცხადებით არის მიღებული ადამიანის განსანათლებლად. საღვთო გამოცხადებით არის განცხადებული ადამიანის. ამიტომ არის, რომ ის ერთგვარ გადასინჯვას, ერთგვარ კრიტიკას და იმას არ ექვემდებარება. ეს არის ჭეშმარიტება, რომელიც საღვთო გამოცხადებით, არა ადამიანური ნააზრევითა და ლოგიკით არის მიღებული, არამედ ეს არის საღვთო გამოცხადებით მიღებული ჭეშმარიტებები. ამიტომ არის, რომ ის უფრო მაღლა დგას ადამიანურ ნააზრებზე. როგორც ერთ-ერთი ფილოსოფოსი ამბობდა, რომ რწმენა ავსებს ცოდნას. და ადამიანური ცოდნა, რაც არ უნდა დიდი და მაღალი არ უნდა იყოს ის, ესე იგი არის მაინც შემოსაზღვრული, იმიტომ რომ ადამიანი თვითონ არის ბუნებით შემოსაზღვრული და მისთვის მიუწვდომელია ბევრი საიდუმლოები და ჭეშმარიტებები. არათუ ღვთაებრივი, არამედ შეიძლება ითქვას ბუნების კანონების, ან შეიძლება ითქვას ისეთი მარტივი რამ, რაც მის გარშემო შეიძლება ყოველდღიურობაში არსებობდეს. ამიტომაც რწმენა შეუძლია გადალახოს ის დაბრკოლება, რაც ესე იგი გონებას გააჩნია თავისი ცოდნიდან გამომდინარე, ან მისი წვდომის უნარიდან გამომდინარე. ამიტომაც არის, რომ ჩვენ ადრეც ვამბობდით, თუ ზაქეზე რო საუბრობდით, ვის ეძლევა რწმენა, ან რატო არ აქვს ზოგს რწმენა და რატო აქვს ზოგს რწმენა. ამ თემას ჩვენ ისე ვუბრუნდებით, იმიტომ რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა. ამის გარეშე აი ამ სახარების და საშინელი სამჯავროს მნიშვნელობის გაგება ძალიან ძნელი იქნება. რწმენა, კიდევ ერთხელ ვამბობთ, აძლევა ადამიანს, ვის ეძებს ღმერთს. ეს არის საღვთო მადლი აძლევს ადამიანს რწმენას. და როგორც მოციქული ამბობს, უფალი ეცხადება მათ, ვინც ეძებს მას. ამიტომაც რა თქმა უნდა, ზოგიერთი ადამიანი შეიძლება ერთდროს ეძებდა კიდევაც ღმერთს, მაგრამ თავისი ცოდვებიდან, თავისი მატერიალისტური დამოკიდებულებიდან სამყაროსადმი, თუ რწმენისადმი, თუ საერთოდ ცხოვრებისადმი, იმდენად არის გაუხეშებული, იმდენად არის მისი გრძნობები გაქვავებული, რომ მას ესე იგი შეიძლება ითქვას რწმენის მიღებაც არ შეუძლია და
ესე იგი შეიძლება ითქვას გაუცხოებულია უკვე ყველაფერი სათნოებისა და სიწმინდისაგან. და რა თქმა უნდა, ადამიანის შეიძლება ეს პირადი მისიც არ იყოს ამაში დანაშაულის, იმიტომ რომ ასე იყოს ის აღზრდილი, ასე იყოს ის იდეოლოგიური, ათეისტური, დარვინისტული თუ მარქსისტული თუ სხვა სწავლებებით, ესე იგი რო იტყვიან გადაღლილი, რითაც ესე იგი შეიძლება ადამიანმა დაკარგოს ყოველგვარი ინტერესი, ან თავისი ზედმეტად რაციონალური მიდგომით, ესე იგი აბსოლუტურად ესე იგი თავისი განუსაზღვრელი არჩევნის წინაშე მდგომი, თითქოს თავისუფლებით დაჯილდოებული, ესე იგი აღმოჩნდეს ძალიან გაუგებარ სიტუაციაში. ამიტომაც ადამიანმა უნდა ეცადოს, რომ თავის თავში გააღვიოს რწმენა. არა თუ რწმენა, არამედ ბევრი სხვა საგანიც შეიძლება ითქვას შემოქმედების, ხელოვნების თუ მეცნიერების დარგები, თუ ის მისთვის რაიმე არ იმეცადინა ადამიანმა მის შესწავლისათვის, მისი მიღებისათვის, მისთვის ეს დაფარულია და ის რა თქმა უნდა ვერ მიიღებს იმ დარგშიც თუ გინდა რაიმე ცოდნას და რაიმე ესე იგი ხედვას, თუ მან რაღაც მეცადინეობა არ დადო ამისათვის. ძალიან ბევრი ადამიანს უთქვია ჩვენთვის და ჩვენთვისაც ეს რეალურია ძალიან, რომ ბევრ ადამიანს არ ქონია რწმენა და ისე დაუწყია მარხვა, ისე დაუწყია ლოცვა და მერე მაშინ მოსულა რწმენა. მერე მაშინ გაღვიძებულა გზნობა რწმენისა. და ეს საკმაოდ ესე იგი პრაქტიკული გამოცდილებაა ბევრი წმინდა მამისა, რომლებიც გვირჩევენ, რომ ზოგჯერ ჩვენ ვხედავთ, რომ არა გვაქვს ჩვენ რწმენა, ან არა გვაქვს სიყვარული. მაგრამ შეიძლება ან იმედიც არა გვაქვს, მაგრამ თუ მოიქცევით ისე, რომ თითქოს გვაქვს რწმენა, ან გვაქვს იმედი, ან გვაქვს სიყვარული, მერე თავისით იღვიძებს ჩვენში ეს გრძნობები, რწმენაც, იმედიც და სიყვარულიც. დაახლოებით ეს შეიძლება დაემსგავსოს იმ ესე იგი მოვლენას, როცა ადამიანს უჩერდება გული და ხელოვნური ზემოქმედებით, ხელოვნური მასაჟისა თუ ქმედებით ექიმს შეუძლია მას დაუბრუნოს გულის მოძრაობის მოქმედება. დაახლოებით ასე არის ჩვენი სულისათვის რწმენის გაღვიძება. ამიტომაც მე ასეთი შესავალი ამიტომ გავუკეთე ამ ჩვენს თავს ამ საკითხავისას, იმიტომ რომ წმინდა მამები ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ სიკვდილის მოგონებას. ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ასკეტურ ცხოვრებაში ჯოჯოხეთის მოგონებას. და რა თქმა უნდა ამ ორი ფიქრიდან და მოგონებიდან გამომდინარე საშინელი სამჯავროს მოგონებას. და ძალიან ბევრი წმინდა მამა თავის ასკეტურ ნაშრომებში აღნიშნავს, რომ აი ამ სამი რამის მოგონება, რა თქმა უნდა ერთთლიანობაში ეს არის საშინელი სამჯავროს მოგონება, ესე იგი აღწხრობს სიძვის თუ ნაყრუანების ნებებს ჩვენში და ბევრ ნებებს აცხრობს და ამშვიდებს და აგრილებს ჩვენში, რომელიც ასე ხელს უშლის ადამიანს სწორ აზროვნებაში თუ მოქმედებაში თუ განცდაში. ამიტომაც წმინდა ეკლესიის მიერ საშინელი სამჯავროს მოგონება დაწესებულია დიდ მარხვის დასაწყისამდე 2 კვირით ადრე. იმისათვის რომ ადამიანი კიდევ ერთხელ გაიაზროს თუ რა დიდი საშიშროები წინ დგას ის. რამხელა არის მისთვის ის საშიშროება, რომელიც წინაშე და რეალობა, რომელიც წინაშე მოუწევს მას დადგომა. ამიტომაც ყველა ჩვენთაგანი მორწმუნე ადამიანი არა მარტო იმით უნდა იყოს დამდგარი, რომ ტაძარია ლამაზი, ან მორთულია ლამაზი, ან მისმა ლოცვამ, მისმა მარხვამ თუ სულიერი ცხოვრების რაღაც წესმა მას მოუტანა ყოფითი კეთილდღეობა სამსახურში, ოჯახში თუ საზოგადოებაში. შეიძლება რაღაც სიმშვიდეც მოუტანა მას, შეიძლება ძალიან ბევრი კარგი მეგობარი თუ ადამიანი შეახვედრა. ამით კი არ უნდა იყოს მას შემოსავლები, ის უნდა იყოს მომავალი მარადიული ცხოვრების დამკვიდრების სურვილით, აუცილებლად გამჭვალული. და ამიტომაც ჩვენ ახლა დღეს ძალიან ბევრს საუბრობთ და ფასეულობებზე, ღირებულებებზე, რომელიც ესე იგი ყველა ადამიანს, ახალგაზრდას თუ სტასტულ ადამიანს უნდა კონდეს კარგად გააზრებული და საერთოდ ყველა მოქმედებას საფუძვლად უდებს რაღაც მოტივი. ამიტომაც თუ ეს იქნება აი ამ იმით გამჭვალული მარადიული ცხოვრების სურვილის და ქრისტეს რწმენით გამომდინარე, ეს ორი ყველაზე დიდი ფასეულობა, როგორც ვთქვით, ჩვენში ეს არის ქრისტე და მარადიული ცხოვრება.
ამიტომ მარადიული ცხოვრების დამკვიდრების სურვილი უკტავის სულით დაბადებული ადამიანისათვის უნდა იყოს ერთ-ერთი ყველაზე ფასეულობათაგან მაღალი. ამიტომაც შეიძლება ჩვენ ამისათვის ვერ ვიყოთ ყოველდღიურად ამ იმით ვერ ცხოვრობდით, მაგრამ თუ ჩვენ ამას ხშირად გავიხსენებთ, თუ ჩვენ ამისათვის ხშირად ვიმეცადინებთ, ეს გახდება ჩვენი ცხოვრების ერთგვარი წესი და ეს ცხოვრების წესი ჩვენში შემოიტანს საკმაოდ ჯანსაღ, საკმაოდ კარგ სევდას და სერიოზულობას, სიღრმეს, რომელიც საფუძველი გახდება ჩვენში კეთილი აზროვნების, კეთილი მოქმედების, გადაფასების ცხოვრებისა თუ ჩვენს გარშემო ყოფი მოვლენებისა, რომელიც ძალაუნებურად იქნება დიდი ესე იგი საფუძველი და სიმტკიცე სიხარულისაც არსებული ადამიანში, განცდილი ესე იგი სიყვარულის თუ იმედისაც, რომელიც შეიძლება ითქვას ცხოვრების საფუძველიც კი გახდება ადამიანში. ამიტომაც ყველა მოქმედება, ყველა ღვაწლი, რასაც ადამიანი დაძლებს, უნდა იყოს აი ამ მოგონებებით გამტკიცებული, თუგით მისი ცხოვრების, სულიერი ცხოვრების დასაწყისში მაინც, ან შუა პერიოდშიც მაინც. თუ ის რაღაც ძალიან მაღალ სულიერ სიმაღლეს მიაღწევს, მაშინ შეიძლება მას დიდი სიყვარულით უფლისგან გამომდინარე, შეიძლება ითქვას ის ამაღლდეს ყოველგვარ აი ამ შიშზე. როგორც ამბობს მოციქული, სრულმა სიყვარულმა არ იცის შიში. მაგრამ აქ კი დასაწყისი სულიერი ცხოვრებისა და მე უნდა გითხრათ, თუ ჩვენ თითქმის ყველა მთელი უმრავლესობა ჩვენი ახალი მრევლის ეკლესიისა ვართ სულიერი ცხოვრების პირველ ეტაპზე, რომელსაც ჩვენ უწოდეთ წინა გადაცემაში სინდისი ცხოვრება, უნდა იყოს აი ამ მოგონებითა და აი ამ იმით გამსჭვალული. რამე თუ რა თქმა უნდა, უფრო უკეთესია, როცა ადამიანი არ ჩადის ცოდვას, იმიტომ რომ მას აქვს ღმერთის სიყვარული. მაგრამ სიყვარული იმდენად მაღალი გზნობა, რომ მისი მიღება ასე უცებ ცოტა ჭირს. თუმცა ახალმოსულებს უფრო აქვს ეს სიყვარული, ვიდრე ეკლესიაში უკვე გაშინაურებულ მრევლს. ამიტომაც, მაგრამ ეს სიყვარული არის მაინც ცოტა შეიძლება ითქვას ზედაპირული და ცოტა ბავშვურიც კი, იმიტომ რომ მას დიდი გამოცდები ელის ჩვენი სულიერი ცხოვრების შემდგომ ეტაპებზე. ამიტომაც ეს განსაცდელები და გამოცდები, რომელსაც ცხოვრება გვიტარებ ჩვენ და ეშმაკის დიდი მეცადინეობით თავს გვატყდება ხშირად, ცდის ჩვენ სიყვარულს უფლის მიმართ, ცდის ჩვენ სიყვარულს მოყვასის მიმართ. ამიტომაც ჩვენ უნდა ვიცოდეთ და ჩვენ უნდა შევიარაღებული უნდა ვიყოთ იმ დიდი ხელოვნებით ასკეტური ცხოვრებისა და სულიერი ცხოვრებისა, რითაც ჩვენ შეგვიძლია შევინარჩუნოთ ან გავაღრმავოთ, ავამაღლოთ ჩვენი სიყვარული უფლისა და მოყვასის მიმართ. ყველა ჩვენთაგანს მართებს აი ამ საკითხისადმი განსაკუთრებული სერიოზული დამოკიდება. ახლა ისმის საკითხი ესეთი ძალაუნებრად ადამიანში, რომ რა არის ისეთი არსებობს თუ არა რაიმე ნიშანი ჩვენ ცხოვრებაში, რომელიც ესე იგი დაგვიდასტურებს იმას, რომ საშინელი სამჯარო მართლა რეალურია. რა თქმა უნდა, ზოგიერთი წმინდა მამა ჩვენს ცხოვრებას უწოდებდა ერთგვარ აჩრდილს, ანარეკლს ეციური ცხოვრებისას. და შეიძლება ითქვას, ის რეალობები, ეს ეციური სასუფეველის რეალობები არის ნამდვილი რეალობები და ჩვენი ცხოვრება ეს არის მისი, ვიტყვიან, აჩრდილი ანარეკლი. და აი თუ არსებობს ჩვენში დავფიქრდეთ ის რაც შეიძლება მოგვაგონოს საშინელ სამჯავროს ან მისი გამოვლინება იყოს ჩვენ ცხოვრებაში. ზოგიერთი წმინდა მამა მაგალითად ამის შესახებ როცა მჯელობს ამბობს რომ პირველი და შეიძლება ითქვას ყველაზე უტყუარი გამოვლინება სამჯავროსი ეს არის ჩვენი სინდისი, რომელიც ესე იგი არის ყველაფერი ჩვენს თანხმობაშია ჩვენს სხეულში და ჩვენს არსებაში გარდა სინდისის. ერთ-ერთი სინდისია, რომელიც ეწინააღმდეგება შეიძლება ითქვას ადამიანის ესე იგი მორალს თუ ზნეობას, რომელიც თავისთავად არსებობს შეიძლება ან თავისებურად ეძლევა მას აღზრდიდან ადამიანში. ამიტომაც სინდისი ერთადერთი რომელსაც საღვთო თვალსაც კი უწოდებენ ადამიანის არსებაში, საღვთო ხმასაც კი უწოდებენ ადამიანის არსებაში. ამიტომ სინდისი არის მტანჯველი ჩვენში, მამხილებელი ჩვენი
და ზოგჯერ იცით რომ ძალიან ყველაზე სინდისიერი და ყველაზე ფაქიზი სინდისის ადამიანები ძალიან იტანჯებოდნენ სინდისის ქეჯით. ძალიან დიდი იყო მათში პასუხისმგებლობის გზნობა და ისინი ამით ძალიან შეიძლება ითქვას ყველანაირად რო იტყვიან, ესე იგი მთელი არსებით გზნობდნენ და განიცდიდნენ იმ ცოდვისა თუ დაკლოვანებას ადამიანურს, რომელსაც ის მათ ესე იგი ეძლეოდათ, ესე იგი თავიანთი სულიერი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე. გარდა ამისა, სასჯელის სამჯავროს რაც მოგვაგონებს და შეიძლება ითქვას, როგორც რეალობად წარმოგვიჩენს, ეს არის ყველა ის უბედურებები და გაჭირება და ავადმყოფობები, რაც ჩვენს გარშემო შეიძლება ვიხილოთ. და ამის უამრავი მაგალითებია, ყველა ეპოქაში ყოფილა, ყველა დროში ყოფილა. თქვენ იცით, რომ არ არის ეპოქა დარჩენილი, სადაც განუკურნებელი სცენი არ აწუხებდეს მსოფლიოს. თუ ერთი სცენი ითვლება განუკურნებლად, თუ მის კურნებას იპოვიან, მეორე სცენი მოდის, რომელიც თავის განუკურნებელი, ესე იგი, მით თაობებს შეიძლება ითქვას ემუქრება. ომები, ბრძოლები, სისასტიკეები, ესე იგი, ძალიან ბევრი წარმოდგენაც კი ზოგჯერ ძალიან შემაძწუნებელი ან ამ რეალობებთან შევხები ადამიანებს ეს ყოველთვის დარჩებათ, შეიძლება ითქვას, დავავიწყარ ერთგვარ ცუდ გამოცდილებად თავიანთი ცხოვრების. აი ჩვენ ცხოვრებაში ის ადამიანები, ვინც ამ რეალობას არ გაუბრიან და სენტიმენტალურად არ იმალებიან აი ამ რეალობებისგან და ცდილობენ ერთგვარი დადებითი როლი შეიტანონ ადამიანთა ცხოვრებაში, ხედავენ თუ რამდენი როგორი ტანჯება ადამიანები, როგორ ესე იგი სიღარიბე, როგორი მარტოობის, უსიყვარულობის, უსუსურობის განცდით შეიძლება ითქვას ათასობით, მილიონობით ადამიანი ჩვენს გარშემო, ესე იგი დადის შეიძლება ითქვას ერთი სიტყვით გაუბედურებული ან უბედური თავისი ესე იგი მდგომარეობით. და როგორც გითხარით, ეს კატასტროფებიც ბუნებრივი თუ ადამიანური ამბიციური თუ რაღაც ეროვნული შულის დონეზე მიყვანილი, ესე იგი იწვევს ისეთ საშინელებებს, რომელიც ესე იგი წარმოდგენას და გახსენებას, როგორც გითხარით, ადამიანს შეიწევს ერთგვარ წოლასა და შიშს. ამიტომ ეს ყველაფერი შეიძლება ითქვას ასახავს იმ რადგან რისხვას იმ შის ბადებს ადამიანს, რასაც ესე იგი შეიძლება ადამიანის და საზოგადოების და სოფლიოს დაატყდეს თავს. რა დღეს მხოლოდ იმის გახსენება, რასაც წარღნა ქვია, რომელიც მოყოლილია ნოეს დროს მომხდარი წარღვნის, როგორ იგი განურისდა უფალი უწყნოების გამო თელს იმდროინდელ კაცობრიობას. ან თუგენ სოდომისა და გომორის მაგალითი, როდესაც მთელი ქალაქები გოგირდით წვიმის რისხვით იქნა, ესე იგი აღვილი ბიძისგან პირისა. და ეს თქვენ ხედავთ, რომ ყველა ამ შემთხვევაში არის ცოდვა და ღმერთისგან განდგომა არის ერთგვარი მიზეზი. ზოგიერთი თანამედროვე ღვთისმეტყველი და ფილოსოფოსი ეძებდა კიდევაც მიზეზს, თუ რატო ხდებოდა ასეთი და თქვენ იცით, წასულ საუკუნეში ორი მსოფლიო ომი გადაიტანა მთელმა კაცობრიობამ. ერთ-ერთი ღვთისმეტყველი ამბობს, რომ ადამიანებში იმდენად დიდად გროვდება ცოდვების რაოდენობა, იმდენად დიდია, ესე იგი ურჯულოების სიღრმე, რომ ომები ხდება ერთგვარი განტვირთვა, ერთგვარი განწმენდა მთელი ესე იგი კაცობრიობის. იმიტომ რომ ომები თითქოს ესე იგი არის გამოხატულება იმ თვით მოზიდული რისხვისა თუ თვითმოზიდული ადამიანზე სასჯელისა, რომელსაც ადამიანური საქციელი იწვევს. რამე თუ თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ ადამმა ჩაიდინა ცოდვა და განდევრი იქნა 64-დან, ბუნებაც კი შეიცვალა. ცხოველების თვისებებით შეიცვალა. თუ ადრე ყველანი ემორჩილებოდნენ ადამიანს და ადამი მათ არსებას მთლიანად შეიცნობდა და არ ქმნიდა მას სახელებს და ბატონობდა, მეფობდა მასზე, წინააღუდგა მას ბუნების ძალები, წინააღუდგა მას ცხოველები, მცენარეებიც კი გახდნენ მისთვის საზიანო. ასე არის, როცა ადამიანური ცოდვები გროვდება,
ესე იგი, რა თქმა უნდა, ადამიანებს და სელს კაცობრიობის ბუნების თვისებაც იცვლება. და ის ერთგვარ წინააღმდეგობაში მოდის ადამიანთან. არის ასეთი წინასაამატყელური სწავლება, რომ როცა ანტიქრისტე გამეფდება დედამიწაზე, ესე იგი ბუნების ძალები აღუდგება მას წინ, რომ მან თავისი უჯულო, თავისი მოქმედება არ მოიყვანოს აბსოლუტურ სისრულეში, რომ მას ესე იგი შეეწინააღმდეგება არა მარტო მართალი ადამიანები და მორწმუნე ადამიანები, არამედ ბუნებაც კი აღუდგება მას წინ. ამიტომაც ერთგვარი ჩვენ ხედავთ, როგორც პირდაპირ პროპორციულად, ესე ვთქვათ, ადამიანის ცოდვა, ურჯულოება, ესე იგი ცვლის და წინა, ესე იგი თვით ჯავრის იმაში აყენებს ადამიანს. ბევრი ამის მაგალითების მოყვანა შეიძლება კონკრეტული მაგალითების და რა თქმა უნდა ერთი გადაცემის მსვლელობაში ამის საუბარი ცოტა ძნელია, მაგრამ ძალიან ბევრი მაგალითები წმინდანთა ცხოვრებიდან არსებობს იმისა თუ და ჩვენც ჩვენი სულიერი გამოცდილებიდან და ცხოვრებიდან ალბათ ბევრი გავიხსენებთ თუ რა მოყვა ამა თუ იმ ცოდვას, როგორი რისხვა და სასჯელი მოყვა უფლისა. ჯერ კიდევ აქვს. თუმცა ზოგიერთი წმინდა მამა როგორც ამბობს, ადამიანმა უჯობია აქვე მიიღოს სასჯელი და აქვე აზღვიოს თავისი ესე იგი დანაშაულისათვის, ვიდრე ის გახდეს საბოლოო და საშინელი სამჯავროს მსხვერპლი თავისი მოუნანიებელი ცოდვების გამო. ამიტომაც ზოგიერთი ადამიანი, როდესაც ჩადიოდა სასჯელს და გაურბოდა კანონმდებლობას, არსებობს იმ დროინდელს არ აქვს მნიშვნელობა ის რომ მელი დროის იყო, ბევრი სულიერი მოძღვარი თავისი სულიერი ხედვიდან გამომდინარე ურჩევდა კიდევაც რომ ჯობდა მას მიეღო ის სასჯელი ეს ციხის სახით იქნებოდა რამოდენიმე წლის ციხეში ჯდომით თუ სხვადასხვა ფორმის სასჯელები, ვიდრე მეორედ მოსვლის დროს რო არ მიიღო აი ამ საშინელ სამჯაროზე. და როგორი იქნება ეს საშინელი სამჯარო, რას ამბობენ წმინდა მამები? აი სახარებაც გვეუბნება რომ უფალი გაყოს ადამიანებს როგორც ხვარებსა და თიკნებს. ერთმანეთს როგორც ხვარსა და თხას ისე გამოარჩევს. ხვარი არის სიმბოლო მორჩილი, თავმდაბალი, სათნო ადამიანისა. თხა კიდევ როგორც ესე იგი თავის ბუნებიდან გამომდინარე დაუმორჩილებელი თვითნება, შეიძლება ითქვას ერთგვარი ზიანის მომტანი ადამიანის. და უფალიო მაშინ ეტყვისო იმათ ვინც ესე იგი სათნოებით იცხოვრა და უფლის სათნო იყო რომ მოვედით კურთხეულო მამისა ჩემისანო და დაიმკვირეთ გამზარდებული თქვენთვის სასუფეველი დასაბამიდან სოფლისა. ესე იგი დასაბამიდან სოფლისგან გამზარდებული სასუფეველი დაიმკვირეთ კურთხეულო ესე იგი მამისა ჩემისანო. რამე თუ მშიოდა და მეცით მე ჭამადი, წყუროდა და მასვით მე უცხო ვიყავ და შემეწყნარეთ მეო. ამბობს უფალი. აი რა საინტერესო სიტყვებია რომ მე მშიოდა და მაჭამე საჭმელი, წყუროდა და მასვით წყალი, უცხო ვიყავ და შემეწყნარეთ მე და აი ასეთი შიშველი ვიყავ და შემოსეთ, სნეული ვიყავ და მომხედეთ მე, საპრობლისავში ვიყავ ან მოხვედით და ჩემდა და მინახულით. და მაშინ მიუგებენო ეს მართლები რომ იყავი შენ და როდის შეხვდით ჩვენო. მაგრამ უფალი ეტყვისო რომ რაც უყავს ერთ მცირეთაგანს ის მიყავით მეო. ეტყვის უფალი რომ ესე იგი რაც უყავთ ერთ ჩვეულებრივ ადამიანს, ყველა შემხდარ ადამიანს, რომელსაც ჭირდებოდა დახმარება, ის მიყავით მეო. და რა თქმა უნდა, ზოგიერთი ადამიანიო მარკოს განშორებული ამბობს, რომ იტყვისო რომ როგორ არ ვიმეცადინე რომ უფალს შევხედროდი, მაგრამ არ მინახია ეს არასოდესო და მეო ვეტყვიო მასო მარკოს განშორებული ამბობს, რომ თუ მან სიმშვიდე და სამართლიანობის განიცადო, მან უნდა იცოდოს რომ ის უფალს შეხვდა, რომ ის უფალი უფლის მადლს შეეხო. ამიტომაც აი ესეთი საქციელი მართალი ადამიანისა რომ ის შიერს, წყურვალს, ავამტყუს, პატიმარს მიხედავს თანაგრძნობით, ეს უკვე უფლის პატივცემა და უფლის ესე იგი უფალი თვლის რომ ეს მას გაუკეთეს კეთილი. იმიტომ რომ მისთვის ყველა ადამიანი არის ესე იგი გაიგივებული მის უდიდეს სიყვარულთან. მაშინ ქვას მარცხენით ამა წარვედით ჩემგან წყეულნო ცესთამა საუკუნესა, ხოლო მარცხენი მდგომეს, რომელსაც თხებად მიიჩნევს,
რომელიც გამზადებული ეშმაკთა და ანგელოზთა მათთვის, ესე იგი დაწყევლის და ესე იგი განაგდეს მარცხენით ყველა ადამიანს, რომელიც არ არის მისი ნების აღმოჩენა. ამიტომ შიოდა და არა მეცი ჭამადი, წყუროდა და არა მასვით მე, უცხო ვიყავ და არა შემიწლარეთ მე. შიშველი ვიყავ და არა შემოსეთ, უძლური ვიყავ და საპყრობისა და არა მოხვედით ჩემთან. და მაშინ ისინიც მიუგებენ და ეტყვიან უფალო, როდის გნახეთ თქვენ შენ ასე მდგომარეობაში და აქ უფალი მიუგებს, რომ ესე იგი რაც არ უყავთ ერთ მცირეთაგანს ის მე არ მიყავი. და ერთნი წარვიდეს ესე სატანჯულსა საუგუნესა, ხოლო მართალნი ცხოვრებასა საუგუნესა. ესე იგი ერთნი წავენ მარადიულ სატანჯულში, მეორე კი მარადიულ სასუფეოსა და ცხონებაში. აი ესე განიყოფა რამე თუ იქ არ იქნება გარჩევა მეფისა და ღარიბის ან მღვდელმთავრის ან უბრალო ქრისტიანის ან უწმუნოს ყველა ადამიანი იმ ამ სამჯაროზე მოვა თავისი შესამოსლით, რომელიც შესამოსლით იქნება თავისი კეთილი საქმეები და ჭეშმარიტი რწმენა, რაც აქვს ესე იგი უნდა კონდეს ყველა ღვთისმაძიებელ, ღვთისთაყვანიცებელ ადამიანს. ამიტომაც ესე იგი ყველა ჩვენთაგანში არია იმის შიში, ისე როგორც არის სიკვდილის შიში ყველა ადამიანში, იმიტომ რომ ჩვენი ბუნებას აქვს ძალიან ბუნებრივი რეაქცია სიკვდილზე და მის, იმიტომ რომ ყველა ავადმყოფობა, ყველა უძლურება თავისებურად ატარებს უკვე სიკვდილის გენეტიკას. ამიტომაც მისი მოახლოება, მისი ესე იგი მისი ესე ვთქვათ ჩვენში შემოსვლა უკვე უზნობიარი ადამიანისათვის არ რჩება უყურადღებოდ. ამიტომაც ყველა გონიერი ადამიანი უნდა გაუმოდეს ამ საშინელ სამჯაროს. რამე თუ იქ არ დაიმალება არაფერი, არ ჩვენი გულის ზრახვები, არც ფიქრი, არც სიტყვა, არც საქმე, ყველაფერი იქნება ხილული და არა მარტო უფლისთვის იქნება ხილული, არამედ ყველა ადამიანისთვის იქნება ხილული, ვინც იქ დგას. ამიტომ ჩვენი წინაპრების მიერ ნათქვამი ეს ერში გავრცელებული, უბრალო ხალხში გავრცელებული სიტყვები ჩემთვის ძალიან დიდი და სამახსოვრებელი იყო ყოველთვის. როცა ჩვენი ბებიები და ბაბუები ამბობდნენ, რომ ჯოჯოხეთიო ეს არის სიკვდილი და სირცხვილი ერთად. და მართლაც ეს ასეა, რომ სიკვდილი და სირცხვილი ერთად აღებული ეს არის ჯოჯოხეთი ადამიანისათვის, რომელიც თუ დაუშვათ როგორც მე ზოგიერთ წმინდა მამას ვნახია, მაგალითად ლოთებს რაღაც საშინელ სიმყრალის და სიზაზიზღის სასმელს ასმევენ ძალად, ესე იგი დემონები. ან მწევლებსა და ერთგვარი იმის საშინელ ესე იგი სიმყალობას აღნოსიებენ. ზოგიერთ ადამიანს, რომელსაც ნაყროვანები და იმას ესე იგი მისი საჭმელი რაღაც სიმყრალეა და სისაძაგლე რომ ყველა ადამიანი რითაც იყო გატაცებული, იმით ესე იგი დაიჯება და იმით მიიღებს პირიქით ესე იგი ყველაზე დიდ საჯელსა და ყველაზე დიდ უსიამოვნებას, რამე თუ არავის არ უნდა თავისთვის ცუდი, როგორც არის ძველი ანდაზები ამბობს, რომ თუ ყველა ადამიანმა უნდა ეცადოს თავისთვის დაიმკვიდროს კეთილი. და ამ მიწიურ შეხედულებას არ უნდა აღვიეს განსაკუთრებით მორწმუნე ადამიანი, რამე თუ როგორც გეუბნებით, ესე იგი ამ შემთხვევაში ზოგიერთი ადამიანი ამას შეგნებულადაც არ აკეთებს, შეუგნებლად ხდება თავისთვისაც მტერი და სხვისთვისაც. ამის განცდა, ამაზე ფიქრი არა მარტო დიდმარხვის პერიოდში, არამედ ყოველთვის უნდა იყოს ყველი მართლმადიდებლები ქრისტიანისათვის თავდები მოვლენა, რითაც ადამიანი უნდა განერიდოს და უნდა ესე იგი დაიხსნას თავი ამ საშინელი სამჯაროს მთელი სისასტიკისაგან და სიმკაცრისაგან და დაიმკვიდროს მარადიული სასუფეველი. მე დღეს ამით გემშვიდობებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, გისურვებთ სულიერ წარმატებებს მომავალ შეხვედრამდე.